იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი პიროვნება მივიდა და ფული შესწირა. რაღაც ისეთი მაშინ ვერცხლი იყო ხოლმე ფული და შესწირა მონასტერს. ხო და ეხლა დაინტერესა რომ აბა რა თქვაო იმ მამაომო და რა ვიცი ეს რაღაც მჟავეთა თქვაო ღმერთმა აცხონოსო და შევიდაო. ეთყობაო ეცოტავო. კიდე გაუგზავნა. თუ ისე თქვაო რომ ღმერთმა აცხონოსო და მე მაინტერესებს ერთი ამ მოსინდისო კაცის ნახვაო. რა არის ესეთი რომ ამდენი ფული გაუგზავნეო და ორი სიტყვის მეც ვერ იმეტებსო და მივიდა და კიდე ოქრო და რაღაცა ოქროს ფული მიუტანა და ეხლა ეს წინამძღვარი სასწაულთო მოქმედი კაცი იყო და რო დაინახა მიხვდა რა იყო გამოიტანა სასწორი აი ესეთი იხვის ნისკარტები რო აქვს რა ვიცი ეს ძველებური რო იყო და დადო ამის მოტანელი მთელი ოქრო ეს ვერცხლის ყველაფერი და ფურცელი აიღო და დააწერა რომ ღმერთმა გაცხონოსო და სახელი დაუწერა და მეორე მხარეს რო დაადო სასწორი გადაიწვნა და მაშინ მიხვდა ეს რომ რას ურჩევდა იმაზე დიდი არაფერი არ არის მე გისურვებთ რომ ღმერთმა გაცხონოთ აი ამ სიკეთის გულისათვის ამ სიკეთის გაკეთებისათვის მე უფეს კიდე რა ვიცი აბა ჩვენგან რა წარდგენა უნდა იქაც ვიცინოდით ხოლმე რომ დაიწყებდა საქმეს ვეღარ ვაჩერდით ხოლმე და იმ საქმიანობას რაც იქ ჩვენთან მონასტერში და სამცხე-ჯავახეთში აკეთებდა დღესდღეობით აქაც აგრძელებს და მადლობა ღმერთს რომ აი მისთანა მეუფე ყავთ. რა თქმა უნდა ეს შეიძლება ვინმე ვერ დააფასოს ვიღაცამ რაღაც ისეთი მოჭუტული თვალით შეხედოს, მაგრამ ფაქტია განსხვავებული რომ ესეთი რაღაცეები უბრალო ხალხსა და ისეთი რომელიც ღვთის წინაშე ცოდვილი არის, ღმერთი არასდროს არ აკეთებს და არ უშვებს. დიდი მადლობა მეუფე მოპატიჟებისათვის. ცოტა ძნელი და შორს კი იყო, მაგრამ მეუფე იოსებთან დავდივარ თორმე ხშირად რაღაცა ვენახები აქვს და მეუფე რომ მოხოლ მიხსნის ახლა რომ მოხოლ გადმოხვდა 1 კილომეტრში ვართო. აი მე ესე 4 კილომეტრი ნახევარი ვიარეთ. თან გზა იყო ისეთი და 5 კილომეტრი ვშვილე. ახლა რომ მოვდივდით, აქავე არისო და მე ვთქვი ახლა ნახავთ რამ შეშორაზე იქნება მეთქი. ეგ კიდე გამართლდა. ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. სული გაცხონებინოთ განცოლეთ. ძნელბედობის ჟამი არის, მაგრამ ღვთისმშობელს ვერავინ ვერ მოერევა. ღვთისმშობელი უფლის დედა არის, რასაც უნდა იმას თხოვს და ჩვენც არ უნდა მარტო კი არ უნდა ვიტრაბახოთ რომ ღვთისმშობლის უნდა დავდგეთ მედგრად. ღმერთი პატრონია, გადაგვარჩენს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მეუფემ შემოგწირა წიგნები